გამარჯობა. რამდენიმე შეკითხვა მაქვს შეიძლება? რა დამოკიდებულება არსებობდა ქართული ენის მიმართ? რამდენად უნდათ ქართული ენის შესწავლა? ანუ საბჭოთა კავშირთან. დასაგებია, რამდენად? რა ვიცი, იმდენად საჭირო არ იყო ქართულ ენაზე ლაპარაკი. მე ვსწავლობდი რუსულ სკოლაში და ქართულად საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი, არც ვცდილობდი და არც მქონდა პრობლემა, იმიტომ რომ ყველა იცოდა რუსული ენა. რა ვიცი, არანაირი პრობლემა არ მქონდა. რუსულად ხშირად ლაპარაკობდნენ. სწავლობდნენ თუ არა სკოლაში ქართულ ენას? კი, რა თქმა უნდა. ქართულ სკოლაში რა თქმა უნდა ქართულად სწავლობდნენ და მანამდე იყო კვირაში რამდენიმეჯერ რუსული ენის გაკვეთილები, მაგრამ რუსულ სკოლაში რა თქმა უნდა სწავლობდნენ რუსულ ენაზე და იყო რამდენიმე კვირაში რამდენიმეჯერ ის გაკვეთილები ქართული გაკვეთილები. კი, რა თქმა უნდა რუსულ ენაზე ყველა გაკვეთილზე ვლაპარაკობდით რუსულ ენაზე. რამდენად ხშირად უძიებდათ სხვადასხვა ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ქართული ენის გამოყენება, სასამართლო, მუნიციპალიტეტები და სხვა. ახლა ამდენად არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ სასამართლო იყოს ან რაღაცა შეიძლება ლაპარაკობდნენ ხო ქართულ ენაზე, მაგრამ როგორც ვიცი და როგორც ვიცი რომ ყველა საბუთები ეწერათ რუსულ ენაზე. და არ იყო საჭირო ის თარგმნა გააკეთო და რაღაც ყველა იცოდა რუსული, საბუთები ეწერათ რუსულად და ანუ ეხლა თუ დაწერ საბუთს თუ მიუტან რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა თარგმნას მოგთხოვენ, მაგრამ ადრე ეგრე არ იყო. ყველა იცოდა ეს რუსული ენა და ქართული არ იყო ისედაც საჭირო. რამდენიმე შეკითხვა მაქვს. რა დამოკიდებულება არსებობდა ქართული ენის მიმართ? რამდენად უნდათ ქართული ენის შესწავლა? მოგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში, რადგან საქართველოა ყველა სკოლები იყო ქართულ ენაზე და რუსულ ენოვან სკოლები იყო. თანაბარი სკოლები იყო ქართულ სკოლებთან. ანუ ორი ენაზე იყო სკოლები, საჯარო სკოლები. ქართული და რუსული. სწავლობდნენ თუ არა სკოლაში ქართულ ენას? დიახ, სწავლობდნენ საქართველოში ქართულ სკოლაში სწავლობდნენ ქართულ ენას და პარალელურად იყო რუსული სკოლა, რუსულ სკოლაშიც ატარებდნენ ქართულ ენას, სწავლობდნენ ქართულ ენას. რამდენად ხშირად უძიებდათ სხვადასხვა ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ქართული ენის გამოყენება, სასამართლო, მუნიციპალიტეტები და სხვა? ყველგან იყენებდნენ ყოველთვის ქართულ ენას. რუსული ენა იყო თანაბარი ქართულ ენასთან. ან რუსული თუ საჭირო იყო რუსულ ენაზე, არა ქართულ ენაზე.